სოლიდარობის აქცია ილიაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოლიდარობის გამოცხადება მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში გუშინ პოლიციამ სტუდენტები, რომლებიც 80 დღეზე მეტი აპროტესტებდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში ხელისუფლების პოლიტიკას, ისინი გამოაძევა იქიდან. პირველად ისინი გააფრთხილეს, შემდგომ 5000 ლარით დააჯარიმეს, მესამე ჯერზე კი ისინი გამოაძევეს და ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ძალისმიერი გამოძევება და ისინი ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას და დღესაც ვნახეთ თეატრალურ უნივერსიტეტთან 4 საათიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან. გეტყვით იმას, რომ თავად ადმინისტრაციამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დეზინფექცია უნდა ჩაეტარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში და სწორედ ამიტომ ისინი სთხოვდნენ სხვა სივრცეში გადასვლას, თუმცა სივრცეზე შეთანხმება ვერ მოხერხდა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის და სწორედ ამიტომ ადმინისტრაციამ შემდგომ 3ჯერ გამოიძახა უკვე პოლიცია და რაც შეეხება დღევანდელ დღეს უკვე უნივერსიტეტის სტუდენტებს დაახლოებით 10 მათგანს შეუწყდა სტატუსი და სწორედ ამას გამოეხმაურა ადმინისტრაცია და თქვა, რომ ეს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება იყო და შეეძლოთ სტუდენტებს, რომ ეს გადაწყვეტილება რექტორთან გაესაჩივრებინათ, რისთვისაც აქვს 3 სამუშაო დღე, შემდგომ კი უკვე 1 თვე არის იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს რექტორმა და გეტყვით იმასაც, რომ თავად ლექტორებმა, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებმა მიმართეს რექტორს, რომ ამ განცხადებას ხელი არ მოაწეროს და სტუდენტებს სტატუსი არ შეუჩეროს. როგორც გითხარით, ჩვენ უკვე მივემართებით ილიაუნის სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, სადაც უკვე სხვა სტუდენტები ელოდებიან მათ და საბოლოო დანიშნულების ადგილი იქნება უკვე საქართველოს პარლამენტი.